გამარჯობათ. ნახეთ, როგორი ჩანთა გავაკეთე, უკვე მოგსოვე. ეს შავი ფერის არის, ახლა მინდა ცოტა ღია ფერის მოგსო. იგივე ტიპის ძაფია, ზუსტად ესე დაგრეხილი, ესეთი მაკრამე ტიპის ძაფი არის, საკმაოდ სქელი ძაფია და კარგად ესე იგი დგება ჩანთა, ესეთია ძალიან მყარი არის და მოდით ზომებს გეტყვით, ახლა დიდი ჩანთა არ არის ზომით, ეს ისეთია, ესეთი კლაჩის ტიპის. ფაქტიურად ეს 29-30 სანტიმეტრი კი არის მაინც სიგანეში, ესე სიმაღლე ძირის შუამდე მივალ, სადაც 20 სანტიმეტრია. აი ესეთი. საკმაოდ ისეთია, გამოსასვლელი ჩანთა, ესეთი ჯაჭვის გადასაკიდებელი გავუკეთე, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უხდება ოქროსფერი შავზე და ვფიქრობ, ამასაც მოუხდება ზუსტად იგივე ტიპის ესეთი გადასაკიდებელი უნდა გავუკეთო აქაც. აქ ეს რა თქმა უნდა დეტალი დეკორაციული თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ სხვა ტიპის გააკეთოთ. და ჩამკეტი გჭირდებათ, მაგნიტური ჩამკეტი. ის საკმაოდ ისეთია, ეხლა ხელით, აი ესე ეს ძალიან ისეთი დიდი არ არის, აი მტკაველია. აქეთ ცოტა უფრო განივდება ქვემოთ. აი ესეთი ჩანთა გვაქვს. საკმაოდ სწრაფად იქსოვება და ეხლა აქ თუ დააკვირდებით უზორს. აქ გვაქვს შემართებელი თვლები. შემდეგ არის თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. აქაც ესევეა. სულ უკანა კედელში შესვლით იქსოვება, ესეთი გარშემო ესე უნდა ვიაროთ. და ასევე აი შუაში გვაქვს ცოტა სხვა უზორი, აი აქ. აქ გაჩვენებთ მერე თვლები ნახევარად ნამატით და შემაერთებელი თვლების მონაცვლეობაა. ესე იგი, აქ მარტივია გვერდებზე არაფერი, უბრალოდ უნდა ჩავკეროთ. აქეთაც არაფერი ჩადგმა არ ჭირდება სპეციალურად ნაკსოვის. ძალიან მარტივი მოსაქსოვია, სწრაფად იქსოვება ნამდვილად. ესე იგი, ვიწყებთ ერთი ბოლოდან, ეს გაშლილი იქნება, მე როგორ შევაერთებთ, ხო? მგონი ძალიან ლამაზია. კარგით, აბა, მოდით დავიწყოთ. ძაფი როგორც გითხარით, მაკრამეს ტიპის ძაფი არის, ესეთი 5 მმ აწერია, საკმაოდ სქელია. ფიქრობ ბამბაა სუფთა, სადაც უნდა იყოს. ბამბა და პოლიესტერი შერეულია. ხო, სუფთა ბამბა არ არის. როგორც წესი, სუფთა ბამბა ძალიან მძიმეა ხოლმე, კიდე ვისკოზაა და აკრილიც, მოკლედ ნარევია. თუმცა ეს აძლევს ცოტა სიმსუბუქეს, ვიდრე სუფთა ბამბა რომ იყოს. ეხლა აი ყაისნაღი. აქ 6 მმ აწერია, მე 6.5 მაქვს, ესეთი ყაისნაღი მაქვს და ეს გამოდგება ნამდვილად. უბრალოდ 6.5-ის 6 მმ უნდა თვითონ ჩხირები და ეს ზუსტად ესეთი მაქვს 6.5 მმ ყაისნაღისთვის. დანარჩენი მე მგონი ისეთი არაფერია, ნატურალური ისეთი ფერი არის, კრემის ფერი, ნატურალ. კარგით. ესე იგი, ორი ძაფი, ესეთი ორი გორგალი დაგჭირდებათ, აი ამისთვის საკმარისი არის ორი გორგალი. ეხლა ჩვენ დავიწყებთ, ესე იგი, როგორც გითხარით, ჩემი ყაისნაღიც არის ზუსტად 6.5 მმ და ეს რაც დეტალები გითხარით, აი დამჭერები, ესეთი ჯობია ესეთი, რომელსაც ასე ცხვირი ესეთი ეხურება და თან გაატარებთ ნაკსოვში პირდაპირ, ანუ მიქსოვა არ დაგჭირდება ძალიან მარტივად გააკეთებთ ყველაფერს. ესე იგი, ვიწყებთ ჩვენ თავისუფალი თვლებით, ანუ ჯაჭვი უნდა მოვქსოვოთ და ესე იგი, გვჭირდება ახლა ეს როგორც გითხარით, აქ ზემოთ გვაქვს უზორი ესეთი შემაერთებელი თვლების, შემდეგ თვლები ნამატის გარეშე და შემდეგ ისევ ბოლოვდება თვლები შემაერთებელი თვლებით. ეხლა ჯამში თქვენ გჭირდებათ 27 თვალი. ეხლა აქ მოჭრა რო არ დაგჭირდეს, მოდით მოვიტოვოთ ძაფი, რომ ნახეთ ჩვენ ვიწყებთ ქსოვას აი აქედან. ხო, აი ესე წავყვებით და ბოლო აქეთ მოვალთ. მეორე ბოლოში დავამთავრებთ და აქ მოდით მოვიტოვოთ ძაფი, რომელიც ჩასაკერად გამოგვადგება. ჩასაკერად გჭირდებათ, მოდით ესე ორჯერ გრძელი. აი ესე გადავკეცავ
ამ ესეთი ძაფი მოიტოვეთ, რომ მიმაგრება აღარ დაგჭირდება, ხო? შენ ყვავილი წავიდა იქით. ესეთი სიგრძე, ასევაც ალბათ 30 სანტიმეტრი იქნება. აქედან დავიწყებ ახლა მე ჯაჭვის საკრეფვას, ხო? ეს გვექნება ჩასაკერად. ესე იგი. ეს პირველი თვალი. სულ 27 თვალი გჭირდებათ. ხო, 27 და პლუს კიდევ მოტრიალებისთვის გჭირდება, ხო? კიდევ ერთი თვალი უნდა დავამატოთ მოტრიალების ბიჯისთვის. ანუ ჯამში 28 თვალი. ერთი თვალი მოგსოვა. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. 28 თვალი მოგსოვე. ეცადეთ თავისუფლად გსოვოთ, ნახეთ, არ მოჭიმოთ. ესეც საკმაოდ ესეთი, დავთ როგორ ხრელები ჩანს კარგად ესე. საშუალოდ უნდა იყოს ესე თავისუფლად, არ მოჭიმოთ ნამდვილად ესე. არ გჭირდებათ. ესე იგი 28 თვალი მაქვს. თუმცა საბოლოოდ ჩვენ კენტი რაოდენობა თვლების გჭირდება. ეს იმისთვის რომ მე უზორი გვაქვს შუაში ისეთი გასაკეთებელი რომ აუცილებლად კენტი უნდა იყოს ესე იგი ახლა ლუწი მაქვს მაგრამ ეს ბოლო თვალი არის ბიჯის ხო ეს ბოლო თავისუფალი თვალი ესე იგი შემდეგ ერთ კედელში შედიხარ და 4 შემაერთებელი თვალი 1 აქ შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ ეგ პირველივეზე ეს ნიშნულოვანია, იმიტომ რომ კარგად არ ჩანს ხოლმე ეს პირველი თვალი, ასევე მეორე მხარეზეც უნდა გავაკეთოთ. 1 ეს მეორე შემაერთებელი თვლები ხედავთ? ნახოთ არ მოჭიმოთ, ეცადეთ რომ ესე კარგად გამოიტანეთ დიდი თვალი. მესამე ნახეთ ეს და მეოთხე აქაც პრინციპში შეგიძლიათ გააკეთოთ ნიშნული ეს 4 შემაერთებელი თვალი, ხო ცვლით უზორს. ცოტა გაგანიერდება, ხო, ქვემოთ ამ ნაწილი ჩანთის. ეხლა უკვე იქნება თვლები ნამატის გარეშე. აქ ფაქტიურად, ესე იგი 27 გვაქვს, ხო, 27-ს მინუს აქეთ 4, იქით 4, ანუ 8 და გვაქვს 19 თვალი. ახლა 19 თვალი გვექნება ნამატის გარეშე. 1 მოგსოვე. მეორე, აქაც არ მოჭიმოთ. მესამე. მეოთხე. მეხუთე. 19 თვალი მოგსოვე. ახლა ამ მეორე ნიშნულის შემდეგ ესე იგი ნიშნული აქ გავაკეთე მეორე ნიშნული ბოლო შემაერთებელ თვალზე. ანუ ამის შემდეგ მაქვს 19 თვალი ნამატის გარეშე ესეთი. ეხლა ისევ მოგსოვთ 4 თვალს, ნახეთ 4 თვალი უნდა დაგრჩეთ ესე. შემაერთებელ თვლებს მოგსოვთ. აქაც მე გავაკეთებ ნიშნულს, პირველი შემაერთებელი ესეთი თვალი. აქ გავაკეთებ ნიშნულს. და ბოლოშიც რა თქმა უნდა. ეს 1, მეორე, მესამე. ეს ერთ ძაფში შევდივარ, ხედავთ ხო? ეს და მეოთხე. ეს ბოლო თვალიც, ესე იგი კვანძი არ იყო, პირდაპირ თვალი იყო იქაც. ესე ეს 4 თვალი მოგსოვეთ შემაერთებელი თვალი. 1 თვალი ბიჯის, თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ეს ძაფის ბოლო გახსოვთ ხო გამოვიყენებთ ჩასაკერად უბრალოდ. ეხლა გხსოვთ, ესე იგი ეს ბიჯის თვალია ბოლო და აი მომდევნო თვალში უკანა კედელში. ისევ შემაერთებელი 4 თვალი. აქაც ნიშნულს დავამაგრებ, არ მოჭიმოთ ქსოვისას, ისე თავისუფლად ქსოვეთ. ხა ცოტა მომეჭიმა ბოლოს, მაგრამ შემაერთებელ თვლებს აქვთ ესეთი მინდრეკილება რომ მოჭიმოთ. აი ეს პირველი შემაერთებელი თვალი. მეორე, აქაც 4 გიქნებათ, ხო? 4 სულ ასე უნდა გსვათ. მესამე და
ეს ნიშნულის თვალი, უკანა კედელში. სულ უკანა კედელში უნდა გსოვთ ყოველ, რაც არ შეცვალოთ უზორი, უნდა იყოს უკანა კედელში შესვლით. ეს შემართებელი მეოთხე თვალი. აქ დავაბრუნებ ნიშნულს, რა თქმა უნდა. და ეს და გადავდივართ თვლები ნამატის გარეშე, ისე უკანა კედელში შესვლით. ისევ 19 თვალი გექნებათ. ესე უნდა გსოვოთ, ახლა უნდა დავაგროვოთ რიგები და მე უკვე შევცვლით ცოტა უზორს, ცენტრალური ნაწილი აი ჩანთის. აი აქ, ნახეთ, აი აქ გვექნება ცოტა განსხვავებული. ესე ბურთებივით აზის ხედავთ, გვერდებზე ესეთი ზოლებია. აქ ახლა ფაქტიურად ეს თქვენზია. აქ თუ შეხედავთ, ნახეთ, ზოლების მიხედვით, აქ ჩაკერილი მაგათ ერთი ზოლი, მეორე, მესამე, მეოთხე, დაახლოებით. ზოლების მიხედვით 4-ია და ისე 8, აი დაახლოებით 8 რიგი, 1, 2, 3, 4. კი, 8-9 რიგი ესე კარგი იქნება. უნდა მოხვიდეთ სანამ დაიწყებთ. აი მეორე უზორს წაღმა მხარეზე უნდა იყოთ. ახლა აქ თუ შეხედავთ, ჩვენი წაღმა მხარე წესით აი ეს არის. კი, აი ეს არის, ნახეთ, ხედავთ კიდე როგორია, საიდანაც დავიწყეთ. აი აქ, ეს არის თქვენი წაღმა მხარე. ამიტომ წაღმა მხარეზე უნდა მოხვიდეთ და აი ამ ადგილას უნდა იყოთ. ხო, ანუ ძაფის მხარეს აი ეს ბოლო სადაც გაქვთ ძაფის, იქ არა, აი აქეთ. იმიტომ რომ თუ აქ მოხვედით, მე აი ხა როგორც მოვედი, ხო, ეს უკუღმა მხარეს უყურებ. ესე იგი, უზორს როცა შეცვით, უნდა იყოთ წაღმა მხარეზე და ესე ჩვენ როგორც ვგსოვთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ხო, მიუყვებით. ჯერჯერობით უნდა დავაგროვოთ რიგები აი ესეთი წესით, ახლა როგორც ვგსოვთ. აი ახლა მე მოვგსოვე ეს რიგები. ოღონდ ახლა მე ერთი რაც შევამჩნიე, რომ აი ნახეთ, აი ესეთნაირად. 1, ესე იგი წაღმა მხარეზე, მე გითხარით, რომ მეორე მხარეს დავასრულებდი, ხო, აი ამ მხარეს. მაგრამ ძაფის მხარეს უნდა დაასრულოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აი სადაც ძაფის ბოლო გაქვთ, აი აქ. აქ უნდა მოხვიდეთ, აი იმ წესით, როგორც მანამდე გაჩვენეთ და ეს არის მართალია წაღმა მხარე, ნახეთ, კიდე როგორი აქვს, აი სადაც დავიწყეთ გსოვა. ხო, ეხლა აი ამ წაღმა მხარეს მოვგსოვე ბოლოს, აი ეს რიგი და ეხლა უკუღმა რიგზე გადავდივარ და აი უკუღმა რიგზე როცა ვგსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით, მაშინ აი წაღმა მხარეს გაძლევთ ის კარგ უზორს. მოკლედ, აი ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ უზორის შეცვლა ამ 4 თვალის შემდეგ. 4 ეს ყოველთვის ერთ და იგივე წესით იქსოვება ეს კიდეები. ისინი ერთნაირად იქსოვება სულ. ესე იგი, ეხლა აქ მოვტრიალდები, მე ნიშნულები არ გამოვიყენე, იმიტომ რომ დიდ დროს ითხოვს ხომ. ეს პირველი ეს ბიჭის თვალი უკვე მოგსოვილი მაქვს და აქ უკვე შემართებელი თვალი. 4 შემართებელი თვალი გექნებათ. აი ესე. ეს ერთი, აქ დააგვედით, ნახეთ, ზოლების მიხედვით 4 ზოლია. შეხედეთ. 1, 2, 3, 4. აქეთ ეს უკუღმა მხარეს. აქეთ 1, აი ამას თუ ჩავთვლით თავიდან რაც ზოლი იყო. 1, 2, 3, 4 და ნახევარი. აი ესე უნდა იყოს. აი ესე გვაქვს მოსაქსოვი. ეხლა, ესე იგი აქ გვგსოვთ 4 თვალს შემაერთებელს, პირველი მოგგსოვე. მეორე მესამე და მეოთხე. აქ შეგვიძლია ნიშნული დავამაგროთ. და ეხლა ვიწყებთ აი ამ ლამას უზორს, რომელიც კარგ ესეთ შიგა ესე ცენტრალურ ნაწილში განსხვავებულ უზორს მოგცემთ. ესე იგი ვიწყებთ ეხლა ჩვენ აქ 19 თვალი რო გვაქვს, ხო? აი ვაკეთეთ. პირველი თვალი არის თვალი ნახევრად ნამატით. აი ეს ნახზე გადადეთ ძაფი. ისე უკანა კედელში შედიხართ და თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე ნახეთ, ჯერჯერობით ახლა არ ჩანს, მაგრამ იქით მხარეს უნდა სინამდვილეში უკუღმა მხარეს, უკანა მხარეს გამოჩნდება ეს ლამაზი უზორი. ეს არის ჩვენი უკუღმა მხარე, ნახეთ, აი კიდეს ხედავთ, ხო? ესე იგი, ეს თვალი იყო, თვალი ნახევრად ნამატით, შემდეგი არის შემაერთებელი თვალი, აი ესე. აი ეს ნახეთ, რას აკეთებს, ჩაიტანა ეს. ეხლა რაც მოგგსოვე თვალი ნახევრად ნამატით, ცოტა შიგნით ჩაჯდა. შემდეგ ისევ თვალი ნახევრად ნამატით, მომდევნო თვალში უკანა კედელში შესვლით. არ მოჭიმოთ და უფრო ლამაზი ეს
ფორმები გამოვა. მე ახლა მოვატრიალებ და გაჩვენებ ცოტა კიდევ რამდენიმეს მოგსო. შემდეგში შემაერთებელი თვალია. შემაერთებელი შეგიძლიათ მოჭიმოთ და აი თვალი ნახევრად ნამატით თავისუფლად. აი ესე. და შემაერთებელი. აი ესეთი მონაცვლეობით უნდა მოგსოთ ახლა. აი ნახეთ რა ლამაზი. აი ესეთი უზორი დაგიჭდებათ, ხედავთ? აი ესეთი. თითქოს ბურთები აზის. ეს არის ჩვენი წაღმა მხარე, ხო? აი ნახეთ. წაღმა მხარე. ანუ სადაც ძაფის ბოლო იყო, აი იქ მოვედი ბოლოს და იქიდან დავიწყე უკვე აი ეს უკუღმა რიგში აი ესეთი ნაკსოვის გაკეთება. ასე უნდა მოგსოთ ეს 19 თვალი, აი აქ რომელიც ჰქონდა შუა ინტერვალი, ხო, ამ ნაკსოვის მონაცვლეობა. აი ესე, ბოლო როგორც გითხარით, მოდით ამას გაჩვენებთ ახლა მოვტრიალდები და ბარემ ესე შემდეგ რიგზეც გადავიდოდი. ანუ აქ ბოლო თვალი სანამ გადახვიდოდით შემაერთებელო თვალებზე, ხო, იქ 4 თვალი გექნება შემაერთებელი ბოლოში. იქამდე ბოლო თვალი მოგიწევთ თვალი ნახევრად ნამატით. ესე დავიწყეთ თვალით ნახევრად ნამატით, ასევე დასრულდება თვალით ნახევრად ნამატით. ეს არის აი ზუსტად ის კენტი რაოდენობა, იმიტომ გჭირდებოდა, რომ თვლები გქონოდა ესეთი რაოდენობის. შემაერთებელი და მგონი ბოლო არის ახლა ბოლო თვალი კი. თვალი ნახევრად ნამატით. აი ეს. ახლა აქ 4 თვალი უნდა დაგრჩეთ ბოლოს 1 2 3 4. შემაერთებელი თვლები. აქ უკვე ნიშნულებს დავამაგრებთ. 1 მეორე შემაერთებელი, მესამე შემაერთებელი და მეოთხე შემაერთებელი. ასე უკანა კედელში, ხო, სულ უკანა კედელში შევდივართ. ასე იქსოვება ეს ჩანთა. აქ ფაქტობრივად ჯერ არ გვინდა, მოდით მოტრიალების შემდეგ ჩავამაგრებ. ეხლა მოდით უკანა, ესე უკანა მხარე. აი ეს არის აი ეს ლამაზი უზორი, რაც ცენტრში გექნება და აი რომ მოკეცავთ. აი ესეთი ჩანთა გამოგივათ. აქ რამოდენიმე რიგი, აქაც 4 რიგი მაქვს, ნახეთ, დააკვირდით. რიგების მიხედვით, აი ეს ესეთი ბურთები 4 ცალია. აი ესე უნდა მოგსოთ. უბრალოდ ეხლა ეს შემდეგი რიგი იქნება შემაერთებელი თვლებით სულ. ანუ ეს ეხლა ბოლოს აქ მოვედი 4 შემაერთებელი თვალი იყო, 1 თავისუფალი თვალი ბიჯის და მოვტრიალდი. ანუ ეხლა აი ამ რიგს უკვე მოგსოთ შემაერთებელი თვლებით სულ თავიდან ბოლომდე. სულ. ესე იგი, წაღმა მხარის შემაერთებელ თვლებს მოგსოთ. ხოლო მე რომ მოვტრიალდებით, ისევ გავიმეორებ, რაც ეხლა გავაკეთე. თანმიმდევრობა ზუსტად ისეთივე. ანუ ეხლა პირველი თვალი და ესე იგი, ფაქტობრივად აქ ეხლა მაინც მე ნიშნულს დავამაგრებ. ფაქტობრივად ეხლა ყველა თვალი ერთნაირად ესე შემაერთებელი თვალი უნდა მოგსოთ ეს რიგი. მონაცვლეობა იქნება ესეთი რიგების, ხო, წინა რიგი რაც მოგსოვეთ და ეს ახლა შემაერთებელი თვლების რიგი. ასე უნდა გავიმეოროთ, სანამ არ დაგიგროვდებათ, აი 4 ცალი ბურთულა წაღმა მხარეზე, ხო? ეხლა გვაქვს 1 ბურთულა გვაქვს, აი წაღმა მხარე, 1 ბურთულა. ესე იგი, მომდენო, იცე უკანა კედელში შემაერთებელი თვლებით. აი ეს. სულ ასე გავალ ახლა ამ რიგის ბოლომდე. თქვენც ესე გაყევით და მოგსოვეთ შემაერთებელი თვლები უკანა კედელში შესვლით. აი გავედი რიგის ბოლოში სულ შემაერთებელი თვლებით მოგსოვე. ნიშნულები დააბრუნე ხოლმე თავის ადგილას. ეხლა მოვტრიალდებით, ეხლა ისევ მოგსოვთ აი ამის წინა რიგი როგორიც იყო, ხო? ეს 4 შემაერთებელი თვალი თავიდან, როგორც ყოველთვის. ესე. 1 იყო, მეორე. მესამე.
მეოთხე. აქ გადავიტან აი ამ ნიშნულს მეოთხე შემაერთებელ თვალზე და ამის შემდეგ როგორც გითხარით, აი თავიდან როგორც გსოვდი, ხო? ნახეთ, აი აქ ხედავთ, ესეთი აუბურცული, ესეთი ადგილია. შემდეგ ქვემოთ კიდევ, აი ქვემოთ. აი აქ ესე იგი ისე ვაგრძელებთ და გსოვთ თვალი ნახევრად ნამატ, ესე იგი 4 თვალის შემდეგ თვალი ნახევრად ნამატით უკანა კედელში, რა თქმა უნდა, თავისუფლად, ესე. შემდეგ შემაერთებელი თვალი. ისევ თვალი ნახევრად ნამატით. ისევ შემაერთებელი თვალი. აი ესე უნდა გაყვეთ აქაც, ესე იგი ეს არის იგივე რიგი, რაც ერთი რიგის წინ გავაკეთე. ზუსტად ასე. აქ სანამ მოხვალთ ნიშნულამდე, ბოლოს გექნებათ ასევე თვალი ნახევრად ნამატით და მე ესე შემაერთებელი 4 თვალი. შემდეგი რიგი, როგორც ხვდებით, იქნება სულ შემაერთებელი თვლები. ანუ მონაცვლეობა ახლა ამ რიგების, ორი რიგი გაქვთ ესეთი თვლები ნახევრად ნამატით, სადაც მონაწილეობს და მე მაგ რიგის შემდეგ უკვე ესეთი რიგია სულ მთლიანად შემაერთებელი თვლებით. ესე იგი აქ ახლა არ შეგვიშალოს, ესე იგი აქ იყო თვალი ნახევრად ნამატით, შემაერთებელი მოგსოვე, ახლა ისევ თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე გაყევით თქვენც და გსოვეთ ესე რომ ესე იგი წაღმა მხარიდან რო შეხედავთ 4 ესეთი ბურთულა უნდა გქონდეთ. აი მე ახლა მიწევს ძაფის გადაბმა, უკვე ახალ გორგალზე გადავდივარ და მე ახლა გაჩვენებთ აი უფრო შედარებით რომ მარტივი იყოს თქვენთვის გადაბმა. აი ესე ცოტა დაშალეთ, აი რა თქვენ ჩემთან მაგალითად 3 წვერია, ცოტა ეს ბოლოები გაშალეთ, ნახეთ, გარკვეულ სიგრძის ესე ბოლოები და აი სადაც უკვე გაშლილია, იქ უფრო მარტივად გააკეთებთ კვანძს, ანუ იმდენად სქელი კვანძი აღარ გექნება, თუმცა მაინც ეს ჯობია რომ უგუღმა მხარეს, ასე ვთქვათ, მოახვედროთ, ხო? მაინც მოგიწევთ რომ ესეთი ხვიები მაინც დაგრჩებათ, ესეთი კვანძი გექნებათ, რა თქმა უნდა. უბრალოდ უკანა მხარეს მოახვედრებთ ამ კვანძს. აი, სადაც რბილი ნაწილია, აი უფრო მარტივია. შეიძლება ჩახვევა ერთმანეთში, მაგრამ ეს ცოტა იმას ესეთ პროფესიონალის მოითხოვს, რომ ერთმანეთში ესე უწყვეტად გადავიდნენ ეს ხვიები. საკმაოდ მაინც სქელია, მართალია. აი ესე, მაგრამ უფრო არ გაიშლება ამ შემთხვევაში ფიქრობ, აი ესე. ცოტა რბილი ნაწილებით, აი ესე. ეხლა მე ვიმყოფები უკუღმა მხარეზე, აი აქეთ უნდა მოვახვედრო ეს. ეს არის ჩემი, ნახეთ, აქ შემაერთებელ თვლებს და აი თვლებს ნახევრად ნამატით გსოვ ახლა და აი აქ ვიმყოფები, ეხლა ეს მინდა რომ გამოვიტანო, იმიტომ რომ აქ შემაერთებელი თვალი უნდა მოგსოვო. მოდით, სეკუნდ. ესეთია. მე თვლებს შორის გავატარებთ ამ ძაფებს, არა უშავს. აი ესე გვაქვს, ხო? და ეს უნდა გამოვატარო, როგორც შემაერთებელი თვალი, აი ესეთი. ხო, იმედია ძალიან უზორს არ შეცვლის ეს ამბავი. აი ესე. კარგით. ეხლა ისევ თვალი ნახევრად ნამატით მომდევნო თვალში. აი მოკლედ აქ თვლები არის თვლები ნახევრად ნამატით და შემაერთებელი თვლების მონაცვლეობა. ესეთ რიგში ვარ. ფაქტიურად ნახევარი ჩანთის ცოტა მეტიც მოგსოვეთ. აი ესე შეგახედებთ ახლა კიდევ ერთი ესეთი რიგი მაქვს, მე მგონი მოსაგსოვე, აბა შევხედოთ. ხო, ახლა მაქვს 3 ესეთი ბურთულა. აი ესეთ ნახეთ, 1, 2, 3, კიდევ ერთი არის მოსაგსოვე. უკეთ ახლა თქვენ ისევ გააგრძელეთ. შემდეგი რიგი ამის შემდეგ ისევ იქნება შემაერთებელი თვლები, როგორც გითხარით, ხო? მე ისევ აი ესეთივე რიგი და კიდევ შემაერთებელი თვლებით რიგი შემდეგი. კარგი, დაგიბრუნდებით, ხო, როცა მორჩები. აი უკვე 4 ესეთი ბურთულა მაქვს მე აი წაღმა მხარეზე, ნახეთ, აი კიდე წაღმა მხარის რო ვიცნოთ ხოლმე ესე, ხო? და აქ 1, 2, 3, 4, აი ესეთი 4. შემდეგი რიგი გავაკეთოთ ჩვენ როგორც ესე იგი
იყო მანამდე, უკვე გადავალთ აი საწყის უზორზე, ხო? აქ ესე იგი 4 შემაერთებელი თვალი გაქვთ, ხო? თავიდან როგორც იყო. აქ დავალბრუნებ ნიშნულს, მოკლედ მე ნიშნულებს ხსნი ხოლმე, როცა ვგსოვ და აქ ეს აი აქ პირველი თვალი და მეოთხე თვალზეც რა თქმა უნდა, მეორე შემაერთებელი, მესამე შემაერთებელი, მეოთხე შემაერთებელი თვალი. აი აქაც ნიშნული გვინდა. ეს მეოთხე თვალზეც ნიშნული. კარგით. ეხლა როგორც გითხარით, ამის შემდეგ ვაგრძელებთ ჩვენ თვლებით ნამათის გარეშე. ანუ როგორც თავიდან მქონდა 19 თვალი გაქვთ აქ, გახსოვთ ხო? აი შუა ნაწილი, სადაც იქცევებოდ თვლები ნამათის გარეშე. მერე ისევ ბოლო 4 თვალი იქნება შემაერთებელი. აი იქ ნიშნულები მაქვს აი აქ. ესენი ისევ 4 შემაერთებელი. და უკვე ამის შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივად აი ასეთივე უზორით გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ, სანამ არ დავასრულებთ უკვე ჩანთის აი ამ ტანს ისევ გადათვლით, რომ ზოლების მიხედვით გქონდეთ 4 ზოლი, მაგრამ მე მაინც როცა დაგიბრუნდებით, კიდევ შეგახედებთ ჩემ ჩანთაზე და უფრო ესე ნამდვილად რომ სწორად გექნება. და ნახეთ, აი ეს. ესე იგი აქ როგორც გაქვთ ხო ზოლებით, აი ამ ესეთი ზოლები გაქვთ 1, 2, 3 და ამასაც თვლით ხო 4. აქ ჯერ არ მაქვს ახლა ასე ფორმირებული, მაგრამ აი აქ ჩანთას თუ შეხედავთ, აი აქ 1, 2, 3 და ეს მეოთხე მონაწილეობს ჩაკერებაში. მაგრამ ეს 4 ზოლი უნდა იყოს მაინც სანამ მით უმეტეს მივაკერებდეთ, ხო? უნდა ჩანდეს 4-ვე ზოლი. კარგით, ესე იგი, ასე გაყევით ახლა თქვენ, როგორც გსოვდით, არ ვიცი, მოდით გაჩვენებთ კარგით, ბოლომდე გავალ, რომ ანუ რა უზორზე გადავედით, ხო? ახლა შევცვალეთ ისევე, დაუბრუნდით იმ უზორს, რაც სუსუ თავიდან დავიწყეთ, რითიც გსოვდით. თვლები ნამათის გარეშე 19 თვალია და ბოლოს იქნება 4 შემაერთებელი, მერე ისევ რა თქმა უნდა ერთი ბიჯის თვის ერთი თავისუფალი თვალი და ისევ 4 შემაერთებელი გექნებათ თავდაპირველად შემდეგ რიგში. და ისევ ასეთი თვლები ნამათის გარეშე 19. სულ ასე ეს ყოველთვის ცენტრალური ინტერვალი ესეთი, ხო? არის 19 თვალი ესეთ განსხვავებულად იქცევება. კარგით, მოვახლოვდი ახლა მე ამ შემაერთებელ თვლებს ნიშნულის ადგილს. აი აქ. შემაერთებელი თვალი. აი ესე. ეს ერთი იყო, ეს მეორე, მესამე და კიდევ ერთი. აი ეს კარგად შეხედეთ, აი აქ. უკანა კედელში, ესეც 4. ერთი თავისუფალი თვალი და მომტრიალდით. აი მომდევნოში შემაერთებელი და აქ დააბრუნეთ ნიშნული. ეს თქვენი მომდევნო რიგის პირველი თვალი. ეხლა ისე იგივე წესით ხო, აი როგორც თავიდან გსოვდით, ასე ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ, სანამ 4 ზოლი არ დაგვიგროვდება. 1, 2, ეხლა ფაქტობრივად ეს კითხვი 1, 2, მაგრამ სამდროში აქ პირველი უკვე მოგსოვილი მქონდა, მეორე, მესამეა და კიდევ მომდევნო ნიშნულის მეოთხე თვალი. ეს არის შემაერთებელი თვლები. ესე, აქ ვაბრუნებთ ნიშნულს. და ასე გაყვებით. ახლა უკვე გადავალ თვლებით ნამათის გარეშე, ხო, უკვე ხვდებით უკანა კედელში. სულ უკანა კედელში შედიხართ ყოველთვის, რაც არ უნდა უზორი შეცვალოთ. აი ეს. ბოლო 4 თვალი ასევე შემაერთებელი გექნებათ, აი აქ, შემაერთებელი თვლები და ასე შემდეგ სულ გსოვთ აი ესეთი წესით, როგორც ახლა მე გაჩვენეთ. აი ესე იგი.
თვლები ნამატის გარეშე, ბოლო 4 თვალი შემაერთებელი, მოტრიალდი, ერთი თავისუფალი თვალი, მოტრიალდით 4 შემაერთებელი, ისე თვლები ნამატის გარეშე ბოლოს. აი ესე იმეორეთ და იმეორეთ კარგით. მე მგონი არ არის რთული. საკმაოდ მარტივი საქსოვია. დავაგროვოთ რიგები. აი ნახეთ, ფაქტიურად, აი ძალიან ესეთი ზუსტად მომრჩა ეს რაც დარჩა, მოკლედ, ძაფი მეტი არც იყო. აქ რაც მოვჭერი, გადაბმისას ცოტა კი მოვჭერი, მაგრამ აი მოკლედ ზუსტად 2 გორგალი გჭირდებათ, მოკლედ, აი ესეთი სიგრძე მომრჩა, რომელთაც უნდა ჩავკეროთ ან ეს გვერდი. აქეთ გვერდზე გახსოვთ ხო ეს დავტოვეთ. აქეთაც გვაქვს. ანუ მოკლედ მოჭრა აღარაფერის აღარ დაგჭირდებათ და აი აქ გექნებათ ძალიან სუფთა კიდე. ნაჭრების გარეშე. ერთადერთი აი ეს გადამის ადგილი და ეს უნდა დავმალოთ. ფუმფულა ისა გვაქვს ესეთი. კარგით, აი აქ მოვედი, ბოლოს მოგხსოვე, ეს მოხსენი უკვე მე ნიშნულები. ბოლოს მოგხსოვე ეს მე-4 შემაერთებელი თვალი და აქ პრინციპში შეგიძლიათ ერთი თავისუფალი თვალი გააკეთოთ და გამოაძვრინოთ ეს ძაფის ბოლო, რაც დაგრჩათ, ხო? ფიქრობ, რომ ჯობია ეს ასე გავაკეთოთ, დავაფიქსიროთ, აი ეს დაპატარავეთ, როგორც მოახერხებთ. და ეხლა, აი ეს კი დავტოვე ეს ნიშნულის ადგილას, იმიტომ რომ ამასთან უნდა დავაკავშიროთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზემოთ ჯობია, იმიტომ რომ ეს აი გახსოვთ აქ თავისუფალი თვალი რო გვაქვს მოხვევისთვის, ის უფრო მაღლაა და აქაც გადავედი მე თავისუფალი თვალი გავაკეთე, გახსოვთ ხო? ამიტომ ამ ნიშნულში კი არ შევალ, აი აქეთ შევალ და აი ამ ნახეთ აი ესე. გავაერთიანებ მოკლედ აი ამ თვალს, აი ამასთან ზემოთ. აი ეს მოხსნათ. აღარ დაგჭირდება. აქ შემოვიტან. თუმცა აქ ახლა მე ერთადერთი რაც მინდა რომ გითხრათ, რომ აქ ჩვენ გავაკეთებთ სპირალურად არ გავაკეთებ მიმაგრებას. ხეთ. კარგით, პირველი აი ეს დავაკავშირე. ახლა აქეთ და თან აქ უნდა გადახვიდეთ შემდეგ წყვილზე, ხო? აი ესე და აი ესე. აი ესე. აქ ახლა აი ნახეთ, ძაფი გაქვთ კიდევ. ანუ აქ არ გამოდგიძრებათ ნამდვილად, ესე თუ კარგად გამოიტანთ. ეს 3 წვერი ძაფი საკმაოდ ის არის. ერთ ბაშად გამოვიდეს 3-ვე წვერი. აი ესე. მოდით მე დავჭდები, მგონი უკეთესად გამიჭდება. აი ესე. აქეთ გამოვიტანით, ხო? ახლა პირიქით. აი ესე. ასე აქედან ერთი კედელი, აქედან მეორე კედელი. აი ეს. ხო? აი ეს. აქედან აქეთ. აი ეს. შემოვატრიალებ. მომდენო წვილი, აი ეს. აი ესე უნდა ჩაგეროთ. იქით ამ ხარეზეც გაჩვენებთ, ხო? კარგით, გავყვები ახლა მე თქვენს ესე გააგრძელებთ. თითო წყვილში თითოჯერ შევხვავთ, ხო? აი ეს. წვილი აი კედლების წყვილს გულისხმობ. ეს. თან მოჭიმეთ. აი მე ახლა ჩავედი ბოლომდე. ეხლა იმის გამო რომ ჩვენ კენტი რაოდენობა ქონდა თვლების, ხო? აქ ერთი თვალი გრჩებათ და არც არის საჭირო აქ შესვლა. ანუ წყვილ-წყვილად თუ შევხვალთ, ერთი თვალი დაგრჩებათ, აი ესე ნახეთ, თითქოს ფუძეზეა და ესეც ძალიან კარგია, რომ აი თითქოს თლათ ისე მჭიდროდ არ არის საჭირო, რომ ეს ცოტა გარკვეული ძირს კონდეს, გარკვეული ესეთი სისქეც, ხო? აი მორჩა. ეხლა ამას შიგნით შევიტანთ და რასაც ვფიქრობ, რომ აი ესე ძალიან კარგი იქნება, რომ გავაკეთოთ მოდით ისე რომ შეუმჩნეველი იყოს, ხო? საით უფრო ესეთია ზურისთვის შეიძლება უფრო ქვემოთ ჩავიტანოთ. ხონდე ხო აქ. აი ფუძე სადაც არის იქ წავიღებ, კარგით, აი ეს. ესე. ნუ უფრო დიდი ყაისნაღი ჯობია, ხა გამოვიყენო ვფიქრობ. რომ საკმაოდ ის არის მსხვილი თოკი. კარგით, ამას
აუხსნი ახლა ყაისმას, მეგონი გავიდა უკვე და ისეთი ეს არის მკვრივია საკმაოდ ნაკსოვი და ნამდვილად თავს დაიკავებს ჩანთა, არ იქნება პრობლემა ფორმის დაკავებისას. ეხლა ნახეთ, აქ მე მაინც გავშლი ამ წვერებს და ჯობია რომ ესე ნაწილ-ნაწილა. ეხლა ნახეთ, უფრო პატარა ყაისნახს გამოვიყენებ და მეზობელ ძაფებში გავატარებ ამათ და ისე დავმალავ, ესე ვფიქრობ. ეს აქეთ გამოვიტანოთ და კიდევ აი ახლა გავაკეთებ თქვათ კვანს ორს ერთმანეთთან დავაკავშირებ, მერე კიდევ შეიძლება კიდევ ორი ერთმანეთთან და მორჩა. აი ესე, სამი წვერი გაქვთ მართალია. ორი დავაკავშირე და ახლა ეს ერთი კიდევ შეიძლება აი ამ რაც დაგვრჩა. აი ესე. თავარია კვანზე იყოს აუცილებლად და შემდეგ რა თქმა უნდა დავმალოთ კიდევ ეს ძაფები შიგნით. კარგი, ამას მერე გავაკეთებ. ახლა შევხედოთ. აი ესეთი გაქვთ. აი საკმაოდ ლამაზია. აქეთაც ახლა ნახეთ როგორც აქ გავაკეთეთ, აქაც გვაქვს ეს თავდაპირველი ის არის. აი აქ შედით ნახეთ, ამოწვერილი ეს გაქვთ რაღაც ესეთი ადგილი და აი აქ ორ ძაფში გამოატარეთ. და შემდეგ უკვე ეს პატარა ყაისნაღია ძალიან ეს აღარ გამოგადგებათ, იმიტომ რომ აქ მთლიანი თოკი გაქვთ გამოსატანი და კი არა ესეც პატარაა, ეს ვფიქრობ ეს ყაისნაღიც. კიდევ უფრო დიდი ყაისნაღი ჯობია. აი ესე. და ეხლა როგორც მეორე მხარეს გავაკეთე, ხო? ზუსტად ასევე მეორე მხარეს. ეხლა იქიდან აქეთ უნდა გამოვიტანოთ და ამას აი ეხლა აი ესე გავაკეთებ ჯერჯერობით და მე მაინც ნახეთ აი ესე აქეთ ნახეთ მთლიანად ესე არ გამოვატარებ მე აი ესე როგორც იქით, იმიტომ რომ საბოლოოდ მე მინდა რომ ეს ზოლი და ეს ზოლი ცოტა გარეთ დარჩეს მაინც. ანუ მაგათ არ შევეხოთ, ნახეთ. აი თითქოს შემდეგი არის აი ეს თვალი, ხო? აი აქ შედით. მხოლოდ შიგა კედელ, აი უკანა კედელში, ხო? აი ეს. აი ესე. გამოვიტანოთ. შემდეგ მეორე მხარეს აქაც იგივე წესით ნახეთ. აი წინა ამ შემთხვევაში კი გავიტანი ესე ღრმად, მაგრამ აი ახლა შემდეგი ჯერ წვილი დააფიქსირეთ, რომელიც წვილია შემდეგი, ხო? ეს უკვე გავაკეთეთ. აი ეს არის და აქეთ აი ეს წვილი გაქვთ და ახლა შიგა კედლები აი ეს და მაგრამ აქ სინამდვილეში მაინც აი აქ ხო, აი ესე შიგა კედელი მხოლოდ და ეს უნდა გამოვიტანოთ ამ თვლებს შორის. ახლა საკმაოდ სქელი თოკია მართლა და ამ ყაისნაღს ცოტა უჭირს ცხვირი, იმდენად მსხვილი არ არის როგორც თოკი. შეიძლება ცოტა დიდი ყაისნაღი, აი ეს 9 მმ-იანი ყაისნაღი. მგონი უფრო მოხერხებული იქნება. აი ესე, აქ თან მოკაჩეთ გზა და გზა. ეხლა შემდეგი წვილი აი ეს არის და აქეთ აი ეს ხო? აი ეს. ეხლა ამათი შიგა კედლები გვინდა. აი ეს ახლოს რომელიც არიან. ხო, ამას საკუთრ თავი აქ ესეთი არაწაწვეტებული. კარგით ისევ ძველს დაუბრუნდები. აი ესე. ხედავთ ხო? აი უახლოეს კედლებში შევდივარ. იმ წვილისაში, რომელიც გაჩვენეთ თავიდან, ხო? აი ესე. აი ესე უნდა ჩაკეროთ. ნახეთ, ძალიან გავს იმას, რაც მეორე მხარეს გავაკეთეთ. იმიტომ რომ ზუსტად კიდე ისეთი არ არის, როგორც მეორე მხარეს იყო და ეს დასრულების, ხო? ეხლა აქაც ნახეთ, აი შემდეგი წვილი ეს არის, ეს, ხო? ხო, და მათი აი შიგა ეს აი ორ კედელში შევხვავთ. აი ესე ჩაკერეთ. ახლა ბოლომდე როგორც წინა შემთხვევაში აი მეორე მხარეს ასევე აქ ერთი თვალი უნდა დაგრჩეთ კენტი რაოდენობა თვლების რა ხან ქონდა და ასეც ესე იგი ბოლო თვალს ესე იგი არ შეეხებეთ, ისე დატოვებთ და სამაგროდ სისქეს მისცემს ძირს და კარგია. რომ დასადგამად ესეთი გარკვეული სისქე ექნება ჩანთის ძირს.
აი ეს როგორი მიხვდით ახლა ხო? აი ესეთი ზედაპირი უნდა მიიღოთ, აი ესეთი. აქ თუ ეგ თანდათან მოჭიმეთ, ნახეთ მე მგონი კარგად არ არის მოჭიმული და ცოტა ხრელები რჩება. აი ეს კარგად. საკმაოდ ძალას ითხოვს ახლა ფიქრობ ისეთი თუკი, აი ეს კარგად. აი ეს ნახეთ, აი ეს. მაქსიმალურად რომ ხრელები არ იყოს, აი კიდე შეიძლება აქ მოჭიმა ფიქრობ. კარგით, ესე გააგრძელეთ, ხო? შემდეგი წვილი იქნება აი ეს და ეს. აი შეგიძლიათ ჯერ განსაზღვროთ ხოლმე წვილი, მერე უკვე აი შიგა კედლები მოუძებნოთ. აი ესე და აი ესე. აი უკვე ჩავკერე მოკეთ ორივე მხარე, ჩაკერილი გვაქვს, აბა შევალდაროთ. აი ესე მიახლოვებით ახლა მაინც აი ესეთი უზორი რო გავდეს, ხო? განსხვავებული ძალიან რომ არ იყოს. შინითაც აი ვეცადე მაქსიმალურად დავმალე ეს ბოლოები ძაფის, გამოვატარე თვითონ უზორში. და ეხლა აქ ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა რომ მივაკეროთ მაგნიტური ჩამკეტი და ასევე აი ეს დეტალი, ვფიქრობ, ცოტა ღია ფერის უკეთესი იქნებოდა აქ ცოტა ღია ფერის დეტალი. გამესეც ლამაზია, არ არის ის არ ყვირის ძალიან. პრინციპში შეიძლება, თორე შეიძლება უფრო ჭუიალაც, იმიტომ რომ რახან ჩამკეტებს ეს აი ამ რგოლებს ესეც ვიყენებთ, საკმაოდ მუქი ეს ნუ განსხვავება არის რა თქმა უნდა მათ შორის ნახეთ, ეს მუქია გაცილებით. მაგრამ არა უშავს, ვფიქრობ, მოდით ამას დავამაგრებ თან და ესე იგი როგორ ვაკეთებთ ესე ამას აი ესეთი ჯაჭვი მაქვს მე ახლა თქვენც ნახეთ მე ვფიქრობ რომ მოახერხებთ რომ ნახოთ რაღაც ესეთი ანუ მხარზე რომ გადაიკიდებოდეს ესეთი სიგრძე რომ გქონდეს ამ თქვენ ჯაჭვს ჯერ აქ ვატარებ ბოლო მაშინ ხო რგოლში ესე ჯაჭვის ბოლო რგოლში და შემდეგ აქ აი აქ შეგიძლიათ აი ბოლო ესე იგი ორი რიგიც არა, მაგრამ აი მაგათ შორის კიდევ დარჩება ალბათ აქ რიგი. აი ეს ხედავთ ხო? ეს რაც ჩაკერეთ, ეს რო დარჩეს აქეთ და ეს დანარჩენი ესე ჩაკეტეთ. აი ესე. აი ეს. აქეთაც იგივე წესით. ესე იგი ჯერ ამას გავატარებ. ეს რა თქმა უნდა ჯობია რომ ორიენტაცია კარგად გააკეთოთ, რომ არ იტრიალოს, ხო? და აი ესე. და შემდეგ ხომეთ დავაზომო. ესე იგი ხა როგორც ითხოვს ხო უფრო მოხერხებულად. აი ესე კარგი იქნება. კარგით. აი ესე. ეს აქედან აქეთ უნდა გამოწვრეს. როგორც ითხოვს თვითონ ჩანთის ესა ჯაჭვი. ჯაჭვი რო იყოს მაქსიმალურად გაშლი რო არ დაიგრიხოს ხო? სანამ გადაიკიდებთ. აქ ახლა აი აქ გაქვთ ნახეთ ნაკერი და მეზობლად სადღაც იქვე. აი ესე და აქეთაც მეზობელ რიგში. თლათ ერთ კედელში ნუ შეხვალთ ერთ ძაფს ნუ მასიზას და აი ესე. აი ეს. ეხლა აირჩიეთ თქვენ წაღმა მხარე რომელი გირჩევნიათ პრინციპში. წესით ერთნაირი უნდა იყოს. ხო, აი ვფიქრობ ამას ავირჩევდი ამ მხარეს და პრინციპში კარგად გამოვა ყველაფერი. ეხლა აქ მე მოდით მივაკერებ აი ამას ნიშა ეს დეკორაციული ნიშავს და მე კიდევ აუცილებლად სადაც ფაქტიურად ცენტრალური ნაწილია ხო ეს დეკორაციული დეტალი. ესე იგი აქ 4 ესე გაქვთ თქვენ. ფაქტიურად მაგათ შორის უნდა მოხდეს წესით აი ესე. რაც მეჩვენება თითქოს აქეთ უფრო განიერია, მაგრამ მგონი ეს უბრალოდ შედის შიგნით ეს ნაკერი და აი აქ ესე იგი 4 ბურთულა გაქვთ და შუა 2 ბურთულას თავზე აი ესე უნდა მოხდეს ხო? აქ მიაკერებთ. სასურველია რომ იგივე ფერის ძაფი იყოს რაც აქ გაქვთ ხო აი თვითონ თოგი ესეთი ხა მე ისე ვეცდები რომ აქ მაქვს მე ძაფის ბოლო როგორც კვანძი და არა უშავს ესე დაიკავებს აქ რამოდენიმე ესეთი ხვია გააკეთეთ ერთ და იგივე ადგილას მე უკან გავაძვრენ ამ
დეტალის უკან ძაბს და მე მეორე მხარეს დავამაგრებ და იგივე ადგილას ზუსტად მაგნიტური ჩამკეტის ერთი ნაწილი დამაგრდება და მოპირდაპირე მხარეს მეორე რო შეიკრას ჩანთა ხო ისე ეს კარგია რომ აი ეს უზორი რო გაქვთ ეს გეუბნებათ სად უნდა მიამაგროთ ანუ ცენტრალურ ნაწილს ადვილად იპოვით ხო ეს კარგად მოვკაჩთ რატომღაც ერთი ძაფი არ მოიკაჩა აჰა მორჩა მოდით კიდევ ერთხელ და ჩავალ შიგნით აი ეს ნახეთ აი ესე გავჯოლავ შიგნიდან აი ესე და აქვე რა მოვიდეთ და გამოვიდეთ აი ესე და ამის პარალელურად ეს რა თქმა უნდა ხო ეს ჰორიზონტალურად რო დაჯდეს მაქსიმალურად ეცადეთ ესე იგი ეს თქვენი ძაფიც ისე ამოიყვანეთ მოაზომეთ აი აქ სადღაც ესე აი ესე ამოვიტანე მოჭიმეთ და ახლა მე ნიშანზე აქ კიდევ შეგიძლიათ ამოძრავოთ ანუ უფრო ესე შეაფასეთ სად არის უფრო ესეთ რომ ეს მნიშვნელოვანია რომ კარგად იყოს ჰორიზონტალურად ხო აი ესე დახრილი არ კონდეთ აი ესეთი მნიშვნელოვანია ეს ნამდვილად ხა ცოტა მოუხერხებელია ესე მირჩევნია ესე დავიკავებ კარგით ჩანს მე მგონი მაინც ახლა აქაც ნახეთ ეცადეთ რომ ესე ჰორიზონტალურად იყოს ესე აქეთ იქით არ იყოს ძაფები ერთი რაღაც ადგილი აირჩიეს და სულ იქ შედით ესე აი ესე ახლა სულ ასე რამდენიმე ხუიას გავაკეთებ რომ არ იყოს შესამჩნევი ხო ეს დამაგრების ადგილიც ესეთი ეხლა ეს შეიძლება და ნახეთ ეს ძაფი ცოტა ღრმად გავაკეთე კარგით არავიშავს ახლა იყოს ანუ ჯობდა აქ გამოსულიყავით და აი ესე გვეხვია რომ აი ახლა თითქოს პირველი ძაფი რაც რითიც მოვედი ღრმად არის და მე აქეთ კარგი და ესე მორჩა ფაქტიურად შიგნით შეიძლება ახლა ჩავიტანოთ და იქ გავაკეთოთ კვანძი არ გამოჩნდეს თავარია ისეთი პუმპულა ძაფია თვითონ თოკი რომ შიგაც შეძლებთ რომ დამალოთ კარგად მორჩა ახლა ერთხელ კიდევ გავატარებ რომ ის წვერი დაიმალოს აი ესე ანუ კვანძს აკეთებ და მე კიდევ ერთხელ გაატარებ და მე მოჭერით კარგით ახლა მაგნიტურ ჩამკეტებს მივაკერებ ასე აღარ გაჩვენებთ მოკლედ რამდენჯერ მაქვს ხოლმე მეგონი ჩაწერილი ესე იგი ზუსტად ამ ადგილას ეცადეთ რომ მიაკეროს ერთი მაგნიტური ჩამკეტი მეორე მოპირდაპირე მხარეს და თან მოაზომეთ და ისე ან აქ რომ მიაკერებთ მე მეორე აი ეს გააკეთეთ ხოლმე რომ კარგად იკეტება როგორც აი ამ შემთხვევაში აი ესე მოსინჯეთ და ისე მიკერებისას ძალიან კარგად დააფიქსირეთ ხო კარგი მოკლედ დაგემშვიდობებით აბა ხო მე მივაკერებ მაგნიტურ ჩამკეტსაც და ცადეთ ძალიან ლამაზი ჩანთა არის ისეთი გამოსასვლელი პრინციპში ყოველდღიურადაც შეიძლება ეხლა ცოტა ისეთ გადასაკიდებელს თუ გააკეთებთ უფრო ტყავისას ან რაღაც ისეთ მოქსოვილს უფრო ყოველდღიურადაც შეიძლება გამოყენება ძალიან ლამაზია ნამდვილად წარმატებები ყველას მოვალ შეხვედრამდე